ზოგიერთი რამ ჩემთვის არ არის მთლად ნათელი, იმიტომ რომ რამდენადაც გავიგე, ეს ფინანსურ საკითხებს ეხება ძირითადად. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო სხვა რამეს, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის. დღეს, როდესაც ჩვენ აი ამ წინადადებებს და პროექტებს ვისმენთ, ჩემთვის ნათელი ხდება ჩემი მრავალწლიანი განათლების სისტემაში მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე, რომ ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, დღეს წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის დამაკმაყოფილებელი და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნილებებს. ჩვენ არა გვაქვს უფლება არ გავითვალისწინოთ ის ღვაწლი და ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენში უმაღლესი განათლების ჩამოყალიბების დროს შეიქმნა ჩვენში, ჩვენი უფროსი თაობის მიხედვით და მე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც მის საწინააღმდეგოდ მიდის, ეს ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ და ახლაც დამეჯდებით ვიმეორებ, რომ ყოველგვარი ცვლილება უნივერსიტეტების მუშაობაში და ყოველგვარი ცვლილება საზოგადოდ განათლების სისტემაში უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს და აი ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ დღეს, მე მგონი სწორედ აი ამ მეცნიერულ საფუძველს მთლიანად ვერ ემყარება და ამიტომ საჭირო არის კიდევ უფრო დავფიქრდეთ და აი ამ ჩვენი დისკუსიების საფუძველზე სწორედ იმას მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება, რა არის ეს ცვლილება, რასაც გვთავაზობენ და რამდენად სასარგებლო და მისაღები არის ის ჩვენ დღევანდელ პირობებში. მე ვფიქრობ, რომ აი აქ უკვე მივაქციე ყურადღება იმას, რომ აი ეს შემოთავაზებული სისტემა ჩვენთვის არ არის თლად მისაღები, იმიტომ რომ ის ერთგვარად დილეტანტურია და მის შექმნაში მონაწილეობს ბევრი ისეთი ხალხი, რომელსაც პროფესიული ცოდნა აი ამ რთული საკითხებისა, იქნება ეს ფინანსიური თუ სხვა არსებითი მხარე, რომელთაც ეს პროფესიული ცოდნა სამწუხაროდ არა აქვთ. ჩვენ არა გვაქვს უფლება ასეთ პირობებში არ ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ შემოთავაზებული პროგრამა არის არა სამეცნიერო, არამედ არაინტელექტუალური. ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ უარყოთ ის ტრადიციები, რომლებიც შექმნეს ჩვენმა წინა თაობამ, როდესაც საქმე ეხებოდა უმაღლესი განათლების პრობლემებს. ჩვენ არა გვაქვს უფლება დავივიწყოთ ეს ტრადიციები და ამავე დროს უნდა გავუსწოროთ თამამად თვალი იმ პრობლემებს, რომელსაც თანამედროვე განათლება ითხოვს. აი მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით აი ასე დაბრკოლებული აი ასეთი შემთხვევით, ჩვენ შევძლებთ თამამად გავუსწოროთ თვალი თვითონ იმას, რაც ჩვენ დღეს გვეთხოვება. განათლება არის ძალიან სათუთი და რთული
პრობლემა. მასთან არ შეიძლება ისე რაღაცა სხვა მოსაზრებებზე დაყრდნობით ჩხირკედელაობა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანი არის. მე იმედი მაქვს, რომ ეს კარგად იქნება გააზრებული და ამიტომ ჩვენ არ ჩავვარდებით იმ საფრთხეში, რომელსაც მე ვხედავ აი ამ პროგრამების ამ სახით მიღებისაგან.